ხვიჩა ჯახაია 1996 წლის 16 სექტემბერს დაბადებული. ჩემი მშობლებისთვის ზოგადად სერიოზული გამოწვევა იყო ის, რომ მე სპორტსმენი გავზრდილიყავი პროფესიონალი. იმიტომ რომ მე არასდროს არ მქონია იმის ფუფუნება, რომ გამეღვიძა და უშუალოდ როცა მინდოდა, ან რაღაც სუდილის 6 საათზე მაღვიძებდნენ და მივყავდი კუსტვაზე სავარჯიშოდ. ანუ მამაჩემი კარატეს მავარჯიშებდა დილაობით, ან უნდა მერბინა, ან მევარჯიშა კარატე მამაჩემთან ერთად და საღამოს კიდე კარატე მქონა. ანუ სკოლამდე ვარჯიშობდი და სკოლის მერე სულ ვარჯიშობდი. ანუ სულ სერიოზულად იყო ყველა ჩართული ჩემ პროფესიონალურ აღზრდაში, ასე ვთქვათ. ჩემი ურთიერთობა წყალბურთთან დაიწყო ღრმა ბავშვობიდან. ჩემი მშობლები მატარებდნენ კუსტვაზე, სულ პატარა რო ვიყავი, დაბადებიდან, ასე ვთქვათ. და ნუ მიშვებდნენ ტბაში რა და თამაშობდი ესეთ მსუბუქი ბურთები რო არის რა, ძალიან. და რაღაც მომენტში არ მომაქციეს ყურადღება. და ეს ბურთი შეცურდა შიგნით და მე გავყევი ბურთს, ანუ ეს ცურვა ძალიან არ ვიცოდი. ანუ უბრალოდ ნაპირთან რაღაც. და შევყევი ამ ბურთს ცურვით. და ნუ დედაჩემის დაქალმა დამინახა და გამომიყვანა, იყო მოცურავე. ანუ დამინახეს, როცა უკვე ტბის შუაში ვიყავი რა და ესე ვისწავლე ცურვა. და მაგის მერე სულ ბურთთან, სულ რაღაც, სულ თამაშობდი ხოლმე ბურთით წყალში და მამაჩემის მეგობარი რომ ხედავდა, ყოფილი წყალბურთელი არის, ბატონი ნოდარ კურტანიძე. ეგე უნებოდა მამაჩემს, რომ წყალბურთზე შეიყვანე და ნუ ასე ვთქვათ, ესე მოკლედ რო ვთქვა, ესე აღმოუჩდი წყალბურთზე. პირველი ვარჯიში მიმიყვანეს ივერიაში, ესეთი კლუბი იყო. ჩემი წვრთნელი იყო ბორის მეგედი. და დიდად აღფრთოვანებული ვიყავი თქო ვერ გეტყვით, მაგრამ კალათბურთზეც დავდიოდი პარალელურად და კალათბურთი მაგ მომენტში უფრო მიყვარდა. მაგრამ ნელ-ნელა უფრო შემიყვარდა წყალბურთი. ახალგაზრდული ნაკრები შეიქმნა. ჩამოიყვანეს უცხოელი მწვრთნელი, ასე ვთქვათ, სერიოზულად აიღეს ეს წყალბურთის ამბავი ხელში. და არც მეგონა რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ამიყვანდნენ. თან პარალელურად კალათბურთს რო თამაშობდი, კალათბურთს უფრო კარგად თამაშობდი. და რაღაც საქართველოს ჩემპიონატი იყო ჩემ ხელებში და მანდ კარგად ვითამაშე და ამიყვანეს. უბრალოდ ანუ არც მეგონა. მერე ნელ-ნელა რაღაც საერთაშორისო ტურნირები რაღაც და იმას ვქენი რა ქვია, ანუ მაგრად მოუმატე. და ვიგრძენი რაღაც, რომ შემიძლია ძალიან კარგად თამაში და მაგის მერე უფრო და უფრო შემიყვარდა რა. ალბათ უნივერსიადაზე მესამე ადგილი, ახალგაზრდული ოლიმპიადა, ასე ვთქვათ ეგ. და 8 გუნდში გასვლა ევროპაზე. სანაკრებო კარიერაში. 15-16 წლიდან სულ ნაკრებში ვარ. მაგრამ მანამდე ვარჯიშობდი, ესე თამაშებს ანუ მათამაშებდნენ და 16 წლის რო ვიყავი ევროპის ჩემპიონატი არ ვითამაშე, არ მათამაშეს. მაგრამ მაგის შემდეგ თითქმის არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია ნაკრებში. ჩემი ცხოვრების ნაწილი არის, რა წყალბურთის გარეშე არ წარმომიდგენია ცხოვრება. თითქმის ყველაფერი მომცა წყალბურთმა. რაც ვარ რაც გამაჩნია თითქმის ყველაფერი წყალბურთმა მომცა. ვარიანტი შეიძლება დაუშვა, რომ სხვა საქმეშიც რამე წარმატებას მივაღწევდი, მაგრამ მაგაზე არ მიფიქრია დიდად. აპოლო არის ჩემთვის ქართულ წყალბურთში ნათელი წერტილი. ასე ვთქვათ, იმის იმედი, რომ ქართული წყალბურთი განვითარდება და მივა იმ დონეზე, რა დონეზეც ქართულ ხალხს და ქართულ გულშემატკივარს უნდა. აპოლო არის ჩემთვის ოჯახი. აპოლო ძალიან მიდგას გვერდში ძალიან ბევრ საკითხში. ბატონი დიმიტრი იმდენ რაღაცას გვიკეთებს და აკეთებს, არ ვიცი, ალბათ ყველა სპორტს
ესეთი ადამიანი ჭირდება, რომ გვერდში ედგეს. ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთში ბიჭებს და მწვრთნელებს, ბიჭებს და ხელმძღვანელობას, რა ვიცი. და მზად ვართ მივახციოთ წარმატებას ყოველთვის. ვცდილობთ, რომ უკეთესები ვიყოთ ყოველ დღე იმ ჩვენ თავზე, რომელიც არის დღეს, ან იყო გუშინ და ეგ სიტუაცია არის გუნდში, რომ ვცდილობთ განვითარებას და არ ვართ სტატიკურად. დენეშ ვარგა ზოგადად არის წყალბურთის ლეგენდა, ცოცხალი ლეგენდა. მე რო ვიყავი ძალიან პატარა და წყალბურთს ვიწყებდი, ასე ვთქვათ, სერიოზულად წყალბურთის თამაშს. ერთ-ერთი კუმირი იყო ჩემთვის და 90% მოთამაშეებისთვის, დღევანდელი მოთამაშეებისთვის დენეშ ვარგა კუმირი არის, როგორც ჩემთვის იყო. და მასთან ერთად თამაში უფრო დიდ мотивაციას გაძლევს, რომ შენს განვითარდე, შენს უკეთესი გახდე და ასე ვთქვათ, რაღაც მიუახლოვდე დონით. ეგ ერთი ფაქტორია და მეორე ფაქტორია ძალიან გსიამოვნებს მაგ ესეთ მოთამაშესთან ერთად რეებსაც აკეთებს წყალში, მაგის ნაწილი იყო. შეკრებაზე იყო ჩამოსული და ვითამაშეთ რამოდენიმე თამაში და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მე პირადად მასთან ერთად თამაში და ანდრობითაძეც ძალიან კარგი მოთამაშე არის. ძალიან სერიოზული ცენტრალური თავდამსხმელი არის და მასთან ერთადაც ძალიან სასიამოვნო არის თამაში. თან ჩვენ ერთად თამაშობდით პატარაობიდან მონტენეგროშიც ერთად თამაშობდით და მასთან ერთად რაღაც ყოველთვის ბავშვური ის მაქვს ქიმია, რომ პასი მივაწოდო ან რაღაც, იმიტომ რომ ცენტრალური თავდამსხმელია და მასზე არის თამაში დამოკიდებული დიდწილად. მე ვთვლი, რომ გუნდი მზად არის. ეხლა რამოდენიმე ამხანაგური თამაში დაგვრჩა, რომ საბოლოოდ შევხედოთ, როგორ ფორმაში ვართ. ჯგუფი რთული ჯგუფი არის. თითქმის ყველა მაგ ჯგუფიდან არის პრეტენდენტი ამ ტურნირის მოგების. მაგრამ ჩვენც პრეტენდენტები ვართ ამ ტურნირის მოგების და მგონია, რომ უფლის წყალობით გავალთ ჯგუფიდან. ერთი მომენტი არ ქონია გუნდს, რომ რაღაც მოუშვებულიყავით ან რაღაც პირიქით ყველა ამ ტურნირზე ფიქრობს და ყოველ დღე ამ ტურნირისთვის ვემზადებოდით. იმ საბერძნეთის ტურნირის შემდეგ და მგონია, რომ ეგ დაფასდება და უგზნობ. ყველაზე ნეგატიური მომენტი იყო, როცა ვემზადებოდი მსოფლიო ლიგისთვის ნაკრებთან ერთად და ხრის ტრავმა მომივიდა და გამოტოვე ძალიან დიდი ხანი. და მანდაც აპოლო დამეხმარა და ბატონი დიმიტრი და მიმკურნალეს თურქეთში, აჩიბადემის კლინიკაში. ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული სიტუაცია ჩემ კარიერაში, არასდროს არ მქონია ტრავმა ესეთი სერიოზული და ძალიან დიდი ხანი გამიცდა. ეს იყო ახალი წლების პერიოდი, თითქმის ყველა ტრავმატოლოგი ან წასული იყო, ან ჩაწერები იყო და არავის არ ეცალა და დაახლოებით ერთი თვე ვერ ვიგებდი რა მჭირდა ზუსტად. თან მეუბნებოდნენ, რომ საოპერაციო არისო და უბრალოდ გადავრჩი, რომ ოპერაცია არ გავიკეთე. და კიდევ კაი თურქეთში გამიშვეს და გამიკეთეს ნემსები უბრალოდ და გადავრჩი ოპერაციას, თორე ალბათ იმ სიძლიერეს და ელასტიურობას ხარი ვეღარასდროს ვეღარ აღიდგენდა ოპერაციის მერე. ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგება არის. მიზანიც ალბათ, არ ვიცი რამდენად შემიწყობს ხელს ცხოვრება, ასე ვთქვათ. ბავშვობიდან ვოცნებობდი კიდე ოლიმპიადის მოგებაზე. ყველა სერიოზული ტურნირის მოგებაზე ვოცნებობდი ბავშვობიდან. ორი შვილი მყავს, ორი გოგო მყავს პატარა და მაგათზე მეც არავისზე და არაფერზე არ ვფიქრობ. ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი შვილები არის.